დომუსისთვის მნიშვნელოვანი პროექტი არის დომუს კაფე, რადგან ხელს უწყობს განვითარებას ამ სპორტის სახეობას, ჩოგბურთს და პირველად საქართველოში აქტიურად პროემის ფორმატი ტურნირი დაინერგა, სადაც თამაშობენ პროფესიონალი ჩოგბურთელები, ასევე მოყვარული ჩოგბურთელები და მოყვარული ჩოგბურთელებისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ნაკრების წევრებთან უწევთ თამაში. წელს უკვე ტარდება ოლიმპიური სისტემით და ყოველ წელს გვემატება მოთამაშეები, ინტერესი იზრდება, როგორც მოთამაშეების მხრიდან, ისე გულშემატკივრების მხრიდან. წელს უპრეცედენტო უკვე რაოდენობა არის, 32 წყვილი თამაშობს, 64 მოთამაშე არის. მინდა აღნიშნო, რომ დომუს კაფზე 16 წლის ახალგაზრდა ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას, ასევე ვეტერანი ჩოგბურთელები. ხშირად სტუმრობენ უცხოელი ჩოგბურთელები საზღვარგარეთიდან და ყოველ წელს ელოდებიან მოუთმენლად ამ ტურნირს. სიახლე ის არის დომუს კაფში, რომ წელს პირველად ასოციაციის ეგით ტარდება 2000 ქულიანი ტურნირით, რადგან რანგირება დააკმაყოფილა დომუს კაფმა. პირველად მოხდა ისე, რომ 50 პლუსი და ქალბატონების და 16 წლის მოთამაშეებს მიეცათ ორ-ორი ჩაწოდების უფლება და ეს ტრადიცია გაგრძელდება მომავალშიც. დომუსის თასი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის. პირველად არ ვთამაშობ, უკვე მეოთხეჯერ მონაწილეობდა, ყოველთვის მიხარია ამ ტურნირის თამაში, რადგან ძალიან მაღალ დონეზე ტარდება ეს ტურნირი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეტი ესეთი ტურნირი ჩატარდეს, რომ ხელი შეუწყოთ ამ სპორტის განვითარებას. ძალიან კარგად მიდის თამაშები, საინტერესო ბრძოლები არის, კარგი მოთამაშეები ყავს, როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები. ეს ტურნირი ძალიან დიდ საშუალებას გვაძლევს მოყვარულ ჩოგბურთელებს, რომ ვეთამაშოთ პროფესიონალებს და განვიცადოთ ემოციები და მაგათი თამაშის სტილი. ჩვენთვის დომუსის ტურნირი, როგორც მოყვარულებისთვის, ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან თამაში გვიწევს პროფესიონალ ჩოგბურთელების წინააღმდეგ. ორგანიზებას რაც შეეხება არის უმაღლეს დონეზე, ყველა დეტალი გაწერილია, ძალიან კარგი გარემოა სათამაშოდ, ყველანაირი პირობა არის შექმნილი როგორც მოყვარულებისთვის, ჩვენთვის ასევე პროფესიონალებისთვის და ძალიან დიდი სიამოვნება ამ ტურნირზე მონაწილეობა.